ეს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურია. ზუსტად 17 წლის წინ ამ ადგილზე მოხდა შეტაკება, ბრძოლა ქართულ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში არსებული საინჟინრო ასეულის საავტომობილო კოლონა, რომელიც სოფელი ყერქცეულის მიმართულებიდან ვარიანის მიმართულებაზე გადაადგილდებოდა, შემოვიდა სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, სადაც მანამდე დაახლოებით 9 საათით ადრე გაიარა რუსეთის შეიარაღებული ძალების 76 საჰაერო სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ბატალიონის ბაზაზე ფორმირებულმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ქვედანაყოფმა, რომელიც არსებული ინფორმაციით მათ წინაშე დასმული ამოცანის მიხედვით გადაადგილდებოდა ასევე სოფელი ვარიანის მიმართულებით იქ არსებული ქართული კვანძის ლოჯისტიკური რაღაცა ობიექტის ხელში ჩასაგდებად. საჰაერო სადესანტო გვარეობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ზოგადად არის აერომობილური პარაშუტებით გადმოგდებადი აერომობილური სახეობა ჯარების, შესაბამისად ეს ქვედანაყოფები ძირითადში დაკომპლექტებული იყო მედესანტეთა საბრძოლო მანქანებით. არსებული ინფორმაციით, აი ამ ადგილზე მოსახვევში, ანუ იმ მოსახვევში, საიდანაც გზა შემოდის შინდისის რკინიგზის სადგურზე, გამოიარა აი ამ რუსულმა ქვედანაყოფმა და გადაადგილდებოდა ამ მიმართულებით. რადგანაც ერთ-ერთ BMD-1 ტიპის მედესანტეთა საბრძოლო მანქანას გადასძვრა მუხლუხო და ამ მუხლუხოს შესაკეთებლად მანქანა რა თქმა უნდა დარჩა ადგილზე და მის დასაცავად ასევე ერთი BMD-1 დატოვეს და კოლონის ძირითადმა ნაწილმა, ტექნიკის ძირითადმა ნაწილმა გააგრძელა მოძრაობა უკვე ვარიანის მიმართულებით. გზის ამ გაყოლებაზე მოსახვევისკენ, საიდანაც უკვე ვარიანისკენ გადადის სოფელ ვარიანისკენ მიდის გზა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, 9 საათის შემდეგ უკვე ამ მოსახვევში ჩნდება მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საავტომობილო კოლონა, რომელსაც დააფიქსირა აი აქ მდგარმა ორმა BMD-1 ტიპის მედესანტეთა საბრძოლო მანქანამ და დაუწყეს სროლა. ესე იგი, ამ ჩვენ საავტომობილო ტექნიკასთან შედარებით, რა თქმა უნდა, საცეცხლე ძალაც უფრო მეტი ქონდა ამ ორ მედესანტეთა საბრძოლო მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თხელჯავშნიანი 7 ტონიანი სადესანტო საბრძოლო მანქანა BMD-1 საბჭოთა წარმოების, მას შეიარაღება არც ისე სუსტი აქვს, მისი შეიარაღება, ძირითადი შეიარაღება არის 73 მმ-იანი 2.28 გრონის ტიპის გლუვულიანი ქვემეხი, იგივე ქვემეხი, რაც BMD-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე აყენია და ასევე მასთან შეწყვილებული 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი აქვს PKT პლუს 2 9-კაციანი ეკიპაჟი ამ მანქანების დამატებით ავტომატებით, ესე იგი AK-74 ტიპის ავტომატებით. მანქანებმა კოლონის შემადგენლობაში არსებულ საინჟინრო ასეულის ტექნიკას, რომელიც შედგებოდა კრაზებისგან, Toyota Hiluxებისგან, Land Rover Defenderისგან, გაუხსნეს ცეცხლი 73 მმ-იანი მსხვერპლი ჭურვებით, იყო რუსი მებრძოლების ჩანაწერები ერთ-ერთ რუსულ საიტზე, ფორუმზე, ადრე სადაც ყვებოდა აქ მონაწილეს აწყვებოდა, რომ ძირითადად სროლა წარმოებდა მსხვერპლი ჭურვებითო. ეს არის OG9, OG15 ტიპის მსხვერპლი ჭურვები, რასაც BMD-1-იც იყენებს, გამოიყენება ზუსტად ამ მანქანაზეც, BMD-1-ც 40 ერთეული ჭურვი არის მთლიანობაში ამ მანქანის საბრძოლო კომპლექსში, რაც საკმაოდ დიდი ძალა არის, ორი მანქანის შემთხვევაში მაქსიმუმ 80 ჭურვი ექნებოდა, ჭურვების ნაწილი დაახლოებით ნახევარზე არის ნაწილი კუმულაციური არის, ნაწილი მსხვერპლები არის და სწორედ აი ამ საავტომობილო ტექნიკის წინააღმდეგ მსხვერპლი OG9-ები საკმაოდ სერიოზული ძალა იქნებოდა, plus ამას დაემატა ტყვიამფრქვევებიც. რამდენიმე მანქანა მაშინვე განადგურდა, ცოცხალი ძალის ნაწილი, გარკვეული მცირე ნაწილი აი ამ მანქანებში განადგურდა სამწუხაროდ და პირადის შემადგენლობის, საინჟინრო ასეულის პირადის შემადგენლობის ძირითადმა ნაწილმა გადმოინაცვლა უკვე ამ მიმართულებით, სადაც თავი შეაფარეს ამ შენობებს. ეს არის ძველი შენობები შინდისის რკინიგზის სადგურის, სადაც თავი შეაფარეს აი ამ BMD-1-ებიდან გახსნილი ტყვიამფრქვევების და 73 მმ-იანი ქვემეხების ცეცხლის. სამწუხაროდ კოლონა, რომელიც აქ იყო შემოსული, საავტომობილო კოლონა პრაქტიკულად სრულად განადგურდა.
თვითონ პირადი შემადგენლობის ძირითადმა ნაწილმა ნუ ასე თუ ისე გასვლა მოახერხა და ბოლო ეტაპამდე აქ რჩებოდა 22 მებრძოლი, საიდანაც 17 გმირულად დაიღუპა და დღეს მათ 17 შინდისელი გმირის სახელით ვიცნობთ. გარკვეული დეტალები, რომელიც საკმაოდ ცეთი საინტერესო არის ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ესე იგი ამ ორი ცალი რუსული მედესანტთა საბრძოლო მანქანის გარდა შემდეგში მათ მიერ გამოძახებული დახმარებაზე მოსული ტექნიკა შემოვიდა იმ მიმართულებიდან, რომელმაც მანამდე გაიარა ამ გზაზე. დახმარების სახით მოსულ ტექნიკას შორის იყო BMP-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, იყო BTR-DS ტიპის მედესანტთა ჯავშანტრანსპორტიორები და იყო ასევე ტანკები, T-72 ტიპის ტანკები. ამ ყველაფერზე მიანიშნებს და პირდაპირ ამ ინფორმაციას გვაძლევს საბრძოლო მასალის ის ნარჩენები, რომელიც შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში აქ იქნა აღმოჩენილი. პირადად მეც მაქვს რაღაცები აქ ნანახი ნაპოვნი და კიდევ უფრო მანამდე ბრძოლის შემდეგ დღეებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მოაგროვა ამ არეალში სხვადასხვა აღჭურვილობის ელემენტების ნაგლეჯები, საბრძოლო მასალის ნარჩენები, ნაწილი რუსებისგან ნასროლი საბრძოლო მასალის ნარჩენები იყო, ნაწილი ჩვენი მებრძოლების აღჭურვილობის და ეკიპირების ელემენტები იყო. ამ შენობაში, რომელიც ბრძოლის შემდეგ რამდენიმე თვეში ნახევენ პირველად იყო ჯერ კიდევ შემორჩენილი დაფლეთილი ჩანთის ელემენტები, ფორმის ნაგლეჯები, იარაღის სხვადასხვა დეტალები, დამტრეული მჭიდები, ანუ მებრძოლების ნაწილი ამ შენობებს აფარებდა თავს და ერთ-ერთი შენობა, რომელიც იქით შენობა, რომელიც ჩამონგრეული იყო, მასზე აშკარად ჩანდა, რომ ტანკის ნასროლი იყო, T-72-დან იყო ნასროლი 125 მმ-იანი ჭურვები. ესე იგი საბრძოლო მასალის ნარჩენები, რაც აქ შეინიშნებოდა რუსების მხრიდან, იყო T-72-ის მუხტის ფოლადის ჰილზის პოლადის ძირები, რაც რჩება გასროლის შემდეგ, დიდი რაოდენობით იყო 30 მმ-იანი ჰილზები, BMP-2-დან ნასროლი ჭურვებიდან ნარჩენი ჰილზები, იყო 23 მმ-იანი ჭურვების ჰილზები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსები ZU-23 ტიპის საზენიტო დანადგარიდანაც ისროდნენ, რომლებიც საზენიტო დანადგარი არის, მაგრამ საჰაერო სადესანტო ჯარებში BTR-DS ტიპის მედესანტთა ჯავშანტრანსპორტიორებზე ყავთ დამონტაჟებული და აქტიურად იყენებდნენ აგვისტოს ომში. ძირითადად ამ მიმართულებაზე იყო აქ საბრძოლო მასალების ნიმუშები დაყრილი და იქით იქნა შეგროვებული ბრძოლის შემდეგ ამ საბრძოლო მასალების ნარჩენების ნაწილი, ეკიპირების ელემენტების ნაწილი, დღეს ნაწილი მემორიალზე არის შემონახული, ნაწილი ტაძარში აქ აშენებული ტაძარში ალაგია, რაც ასევე საკმაოდ საინტერესოა, შმელის ტიპის რეაქტიული ცეცხლსატყორცნი გამოიყენეს რუსებმა ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ, რაზეც მიუთითებს პირდაპირ ის, რომ შმელის სასტარტო ამაჩქარებელი დენთის გამომგდები მუხტი არის აქ შემორჩენილი, რომელიც დღემდე დევს მემორიალზე, აქ არსებულ მემორიალზე. ესე იგი, ძალა, რომელიც ჩვენ ბიჭებს დაუპირისპირდა შინისის რკინიგზის ადგილზე, განუზომლად აღემატებოდა საცეცხლე ძალაშიც, რაოდენობაშიც და გემახსოვრებათ ომის შემდეგ იყო ინფორმაციები, რომ თითქოს და რუსებს ეგონათ, რომ მთელ ასეულს ან რაღაც ბატალიონს ებრძოდნენ, თუმცა ამ ინფორმაციის მიუხედავად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საინჟინრო ასეულის პირადი შემადგენლობის ნაწილი, მათი შეიარაღება სუსტი იყო, არ ჰქონდათ არანაირი სერიოზული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, RPG-7 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო პორტფოლიოებიც კი არ უნდა ჰქონდათ, სავარაუდოდ ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ერთჯერადი RPG-22, რაც ამ ძალების წინააღმდეგ რაღაც სერიოზულ ძალად ვერ ჩაითვლება. ძირითადი შეიარაღება იყო AK-74 ტიპის ავტომატები, ჰქონდათ ასევე RG-52 ტიპის ხელმყუმბარები, რომლის ნარჩენები აქ იყო შემორჩენილი, დამწვარი ხელმყუმბარის კორპუსები და ეკიპირების ძირითადი ელემენტები, რაც იმ პერიოდში ჰქონდა ზოგადად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირად შემადგენლობას. თვითონ გვარეობა იყო, თვითონ ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფი იყო, ანუ ბრძოლის ველზე მათი დანიშნულება არის მხარდაჭერი ოპერაციების შესრულება, ძირითად ძალებზე საინჟინრო მხარდაჭერის წარმოება, დანაღმვა, განაღმვა და მთელი რიგი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად ეს არის რაღაცა განსაკუთრებით სერიოზული საბრძოლო პოტენციალის მქონე ქვედანაყოფი, შესაბამისად მათი დაპირისპირება რუსულ სადესანტო ქვედანაყოფთან, რომელიც იმ პერიოდში ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონფიგურაციაში იყო გაძლიერებული, საკმაოდ ისეთი
არათანაბარი ძალების დაპირისპირება იყო. დღეს აქ აშენებულია ტაძარი, შინისელი გმირების მემორიალი და მათი სახელები ქართველ ერს გაჰყვება და დარჩება მანამდე, სანამ საქართველო იარსებებს.